არსებობს ბოქსერების რამოდენიმე კატეგორია. ვინც რინგში მკვლელია, რინგის გარეთ კი უკეთილშობილესი პიროვნება, მაგალითად მენი პაკიაო. ვინც რინგზეც ველურია და რინგის გარეთაც, როგორიც იყო მაიკ ტაისონი. ხოლო არსებობს ისეთი კატეგორია, რომელიც არც ერთ კატეგორიაში არ შედის. მონსტრები. ზუსტად ასეთი იყო ედვინ ვალერო. 27 მოგება, 27 ნოკაუტი. ადამიანი, რომელთანაც სპარინგს ყველა გაურბოდა. ადამიანი, რომელთანაც სპარინგის დროს ოსკარ დე ლა ჰოიამ თვალი ჩაილურჯა და უარი თქვა გაგრძელებაზე. ადამიანი, რომელმაც კარიერის პიკში მყოფ ერიკ მორალესის სპარინგში ცემა და მასაც უარი ათქმევინა სპარინგის გაგრძელებაზე. ადამიანი, რომელთანაც სპარინგს ყველა გაურბოდა და 28 წლის ასაკში დასრულებული სიცოცხლის სუიციდით კამერაში. ასეთი იყო ედვინ ვალერო. მაგრამ მანამ უკეთ გავიგებთ რას ქმნიდა მას პოსტრად და როგორ დაასრულა მისი ცხოვრება, საწყისი წყაროდან, ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. რადგან ბავშვობაში ფორმირდება ჩვენი პიროვნება, იქმნება ჩარჩო, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დაკვებათა. ედვინ ვალერო 1991 წელს ვენესუელაში პარაგვაის ნახევარკუნძულზე დაიბადა. ადგილი, სადაც სიღარიბე, ქაოსი, ძალადობა, ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო. მოგვიანებით მან ერთ ძალიან უბრალო, მაგრამ სასტიკი რამ თქვა. მე ბავშვობა საერთოდ არ მქონია. მამა ადრეულ ასაკში წავიდა სახლიდან და ედვინი და მისი 4 და-ძმა დედასთან უკიდურეს გასაჭირში აღმოჩნდნენ. ისინი ცდილობდნენ როგორმე გადაებიჯა სიდუხჭირის ზღვარზე, მაგრამ 12 წლის ასაკში ის ფაქტიურად უსახლკარო იყო და ღამეებს ლა-პალმპელის ქუჩებში ატარებდა, სადაც ყოველდღე კრიმინალი ხდებოდა, მკვლელობები, პროსტიტუცია, ნარკოტიკები. მას ხშირად უწევდა ჩხუბი ქუჩაში თავის გადარჩენისთვის, ხანდახან იარაღის გამოყენებითაც. ის ადრეული ასაკიდან ჩაეფლოცრდა დასლულ კრიმინალურ ცხოვრებაში, რადგან ეს ერთადერთი გზა იყო გადარჩენისთვის. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, როდესაც ველოსიპედის მაღაზიაში მუშაობდა, მისმა უფროსმა, რომელიც ყოფილი ბოქსიორი იყო, შეამჩნია მასში ის აგრესია, ის შიმშილი, ის რისხვა და ის სიჯუდი, რომელიც მას დიდ ბოქსიორს გახდიდა და დაიყოლია მასთან ერთად წასულიყო დარბაზში. ედვინს ბოქსი შეუყვარდა, რომ მთელი დღე დარბაზში იყო. მთელი დღე დარბაზში ატარებდა და ჩამოცილდა ქუჩას და ცოტა ხანში ვენესუელის სამგზის ჩემპიონიც კი გახდა. თითქოს ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ მის გზაზე კიდევ ერთი დაბრკოლება გადახდა. 19 წლის იყო, როდესაც მოტოციკლეტით მიდიოდა და მთელი სიჩქარით დაეჯახა მანქანას და ისე, რომ თავის ქალა გაუხეთქა. შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ქირურგებმა ტვინის ჰემატომა აღმოუჩინეს და ლითონის ფირფიტა ჩაუყენეს თავში. ექიმებმა თქვა, შეიძლება ვერც იცოცხლოს, ბოქსზე კი საუბარი ზედმეტია. მაგრამ მისთვის ეს სიტყვები იყო როგორც გადაწყვეტილება. თუ მოვკვდები რინგზე. თავის ტრავმის შემდეგ მას რეფლექსები უფრო აგრესიული გაუხდა. ტკივილის გრძნობა თითქმის გაუქრა და სიკვდილის შიში ხომ საერთოდ აღარ ჰქონდა. ტრენერები ამბობდნენ, ედვინის სპარინგზე უპრობლემოდ მიდიოდა ისეთ დარტყმებში, სადაც სხვები ინსტინქტურად უკან იხევენ. ეს ძალიან საშიში ნიშანი იყო. ადამიანი, რომელსაც არ ეშინია დაზიანების, ხდება ყველაზე სახიფათო პიროვნება რინგზე. პროფესიონალურ დებიუტამდე ვალეროს სპარინგის ამბები უკვე ლეგენდად დადიოდა. ოსკარ დე ლა ჰოიას კემპში მყოფ ერთ-ერთმა ტრენერმა თქვა, ეს ბავშვი არაა, ამ ბიჭში რაღაცა საშიში ზის. მექსიკაში მებრძოლებმა ერთმანეთს საფრთხილებდნენ. ვალეროსთან მსუბუქი სპარინგი არ არსებობს. ან შენ დაანარცხებ ძირს, ან თვითონ მოგკლავს. ბევრი ცნობილი მექსიკელი მებრძოლი უარს ამბობდა მასთან სპარინგზე, ამ სიტყვებით. ეს ბიჭი თავისთვის კი არ იბრძვის, რაღაცა ამოძრავებს მას. ამერიკელი ჟურნალისტი დაგ ფიშერი იხსენებს, რომ ვალერომ ერთხელ ძალიან სერიოზულად სცემა ჯერ კიდევ პიკში მყოფი ერიკ მორალესის სპარინგში და უარი ათქმევინა მას სპარინგის გაგრძელებაზე. და ამ სპარინგის შემდეგ ედვინი აღარ გამოჩენილა მორალესის კემპში. სხვა ისტორიები ლეგენდად იქცა. ისტორიები, როგორ იჭრებოდა სპარინგ პარტნიორები, როგორ ეხსნებოდათ მათ ცხვირი, როგორ ითიშებოდნენ სპარინგში და ამბობდნენ ამასთან აღარ შევალთ რინგზე არასდროს. ეს მასში აძლიერებდა იმ რწმენას, რომ სხვებზე უფრო ძლიერი იყო და ამიტომ ყველაფრის უფლება ჰქონდა. ეს რაღაც მისი შინაგანი დემონები, სიბრაზე, შიში, ბავშვობის ტკივილი და უმნიშვნელოვანესი ტრავმები უფრო ძლიერს ხდიდა მას. იგი პროფესიონალი მექსიკაში გახდა, რადგან ამერიკაში მისი თავის ტრავმის გამო ლიცენზია არ მისცეს. უბრალოდ რომ ვთქვათ, თუ ამერიკაში კარიერა დახურულია, მექსიკაში კარიერა იწყება.
და იქ დაიწყო სინამდვილეში მისი ლეგენდა. პირველი 19 ბრძოლა, 19-ვე გამარჯვება, 19-ვე ნოკაუტი და 19-ვე პირველივე რაუნდში, საშუალოდ კი 2 წუთში. შემდეგ ამერიკაში ჩხუბის ლიცენზიაც მოიპოვა და 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანს. ღარიბი ბიჭი ვენესუელიდან ხდება ჩემპიონი, 24 მოგება, 24 ნოკაუტი, გმირი სამშობლოში. მაგრამ მისი შინაგანი დემონები მას მთელი ცხოვრება სდევდა. ის მალავდა მათ, ცდილობდა მხოლოდ რინგზე ამოსულიყო, მაგრამ ვეღარ უმკლავდებოდა და სამწუხაროდ რინგის გარეთაც იფეთქა. მან დაიწყო ალკოჰოლის და კოკაინის დიდი რაოდენობით მოხმარება. ყველაზე მეტად კი ცოლი ზარალდებოდა. მაგრამ ეს ყველა აგრესია მასზე გადადიოდა. ის აკონტროლებდა მის თითოეულ ნაბიჯს. ავადმყოფურად ეჩვენებდა და სახლში მისი ცივი ბნელი მხარე ბევრად უფრო ხშირად იჩნებოდა თავს. ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შემდეგ მისი ცოლი ჯენიფერ კაროლინა 3 მოტეხილი ნეკნითა და დაჭრილი ფილტვის არეში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეპიზოდის შემდეგ, როდესაც მედიკოსები პოლიციას დაუკავშირდნენ, ვარელომ ეშმაკებით მივარდა საავადმყოფოში და ემუქრა ექიმებს, რომ ყველას მოკლავდა თუ ამბოს გაავრცელებდნენ. მაგრამ პოლიცია მოვიდა მაინც და მას შემდეგ სასამართლომ დაავალა მას მკურნალობა. პოლიცია მის ფსიქიატრიულში გადაიყვანა შეფასებისთვის. ექიმები კი უკვე ხედავდნენ სურათს. ძალადობის ისტორია, ნარკოტიკები, მოშლილი ძილი, ურიცხვი აგრესია და ალბათ დაუმუშავებელი ტვინის დაზიანება. იყო გეგმა, რომ რეაბილიტაციაზე კუბაში გაეგზავნათ. ექიმებმა ფაქტობრივად თქვეს, რომ ეს ადამიანი საშიშია საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. მაგრამ ვალერო გაექცა სამართალს და სამართალ სისტემას და მათ ვერ შეძლეს მისი შეჩერება. იქამდე ვერ შეძლეს მისი შეჩერება, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ გახდა. მაგრამ ის აგრძელებდა დომინაციას რინგზე. შემდეგი მისი 3 მეტოქე უგონოდ ეცემა მის წინაშე. მაგრამ ეს წარმატება ვერ აჩერებს მას, ვერ აჩერებს იმ დემონებს, რომელიც მის სულში ზის. მან დაიწყო ძლიერად კოკაინისა და ალკოჰოლის მოხმარება, შეწყვიტა ჭამა, შეწყვიტა ძილი და 2010 წლის 17 აპრილს ფსიქიატრიულიდან გამოსვლიდან მალევე ვალერომ ცოლი ჯენიფერი სასტუმრო ინტერკონტინენტალ ვალენსიაში წაიყვანა. დილით დაახლოებით 6:30 იყო. ის სასტუმრო ლობიში ჩადის და ამბობს: ჩემი ცოლი მოუკალი. ჯენიფერი ნომერში იპოვეს მრავალჯერადი დანის ჭრილობით. ის არ გარბის, არ იმართლებს თავს, უბრალოდ ამბობს ფაქტს. თითქოს შიგნით ყველაფერი უკვე ჩამოინგრა. პოლიცია მის ციხეში გადაიყვანა და ყველა სახიფათო ნივთი ჩამოართვა, მაგრამ ერთი რამ დარჩა, შარპლის თოკი და რამოდენიმე საათში თავის საგანში ვალეროს პოულობენ ჩამოხრჩობილს. ამ ყველაფრის პარალელურად კრივის კომაგებში ერთი დიდი დაპირისპირება ტრიალებდა. მენი პაკიაო ედვინ ვალერო წინააღმდეგ. ველელოდა ამ ჩხუბს. ბევრი საზრით სწორედ გამარჯვებული ვალერო იქნებოდა და ვინ იცის როგორ შეიცვლებოდა ბოქსის სამყარო ამ ჩხუბის შემდეგ. იქნებ ედვინ ვალერო გახდებოდა მენი პაკიაო და ბოქსის ყველაზე დიდი სენსაცია. მაგრამ ამას სამწუხაროდ ვეღარასდროს გავიგებთ. მაგრამ ერთი რამ ვიცით, რომ ედვინ ვალერო რჩება ერთ-ერთი ყველაზე დიდ რა იქნებოდა რომ არად კრივის ისტორიაში. რინგზე ის იყო მონსტრი, რომელსაც ხედავდით, რეალურ ცხოვრებაში მონსტრი, რომელსაც ვერ.